დღეს ჩაინიშნა მთავარი პროკურორის ბრიფინგი, ყველას გვეგონა რომ გვარაკიძეს უნდა გაეკეთებინა განცხადება მათი კორუმპირებული ჩინოვნიკების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავარი პროკურორი რატო გამოვიდა და თან ვიცით რომ რაღაც საქმეები აქვს აღძრული და ყველას ჰქონდა ეგეთი მოლოდინი და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე არც მეტი არც ნაკლები თქვენ გადანაშაულებენ საბოტაჟში ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში. საერთოდ თუ გაარკვიეთ მესმის რომ ხვალ გადასცემენ ალბათ ხო უფრო დეტალურად ჩვენ ხვალ გვეცოდინება რა წერია ამ ბრალში, მაგრამ აი თქვენს კონკრეტულად თქვენს ბრალში მამუკას ბრალში მოვისმინეთ ამბობდა იქ რაღაც მანქანის აფეთქებათ რაღაც სიგიჟეებზე ხო არის სხვადასხვა არაფერი არა რეალურად ყველას ერთად გადანაშაულებენ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ესე მოკლედ საამშრობის მე შტაბ-ბიჭრობა დამრჩა რომ პროკურატურამ რაღაცა ძალიან დიდი სისწრაფით გააკეთა ეს ბრალის შექმნა მეტყო ძალიან მოკლე დროში ეთყობა დაავალეს სწრაფად გაეკეთებინათ და ეს არის ყველას მიმართ ერთნაირი ბრალია მე როგორც ხვდები როგორც მოვისმინე ტელევიზიიდან აზერილი ერთმანეთში ყველაფერი რა თქმა უნდა სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ვიდრე გეტყვით ეს რაზეც საუბარი რომ ან რაიმე შეხება შეიძლება რაციებით მართვა რაღაც პეტარდების სროლის ორგანიზება რომ 1000 გვარი სისრულე რომელთანაც არანაირი კავშირი ცხადია რომ არც გქონია და არც შეიძლება მქონდეს ხო და არც მამუკას და არც არავის მაგრამ ეს როგორც ჩანს ესეთი გადაწყვეტილება მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ვინ აძლევს დავალებას პროკურატურას მან ერთი ადამიანია დღეს ამ ქვეყანაში რომელსაც შეუძლია ეს დავალებები გასცეს ცხადია ხომ რა თქმა უნდა პირდაპირ არა ნუ ყავს ამისთვის კომუნიკაციო ხალხი მაგრამ საქმე ის არის რომ როგორც ჩანს მან გუშინ რაც მოისმინა ევროკავშირის დასკვნა ჩათვალა რომ ეს იყო ოპოზიციის ბრალი და ეს მიღწევს ესეთ პრინციპს კბილი-კბილისაწილ თვალი-თვალისა წილ ანუ თუ ოპოზიციამ ეს მოახერხა რომ ესე იგი ესეთ დასკვნა გააკეთა ევროკავშირმა მაშინ მე საერთოდ ახლა ყველა ოპოზიციონერს ჩავსვავ ციხეში ну ესე უყურებს ეს კაცი ესე უყურებს ეს კაცი მე ვფიქრობ ეს არის აი შანტაჟი არა აი რუსული გამოთქმა ოკაზა ზუბზა ზუბ ესე იგი მე თუ წნეხს მიქნით მაშინ მე თქვენ უარეს წნეხს შეგიქმნით აქ ესე აღიქვას ეს კაცი სინამდვილეში ხო ის დასკვნა რაც არის ევროკავშირის იქ ოპოზიციის ჩარევა საერთოდ არ ჭირდება იქ საკმარისია მოусმინოს ვინმე მიიტანოს პაპუაშვილის საუბარი ხო ან კობახიძეს საუბარი გამოსვლები სატელევიზიო საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ინფორმაციის მიწოდება არ ჭირდება არის აქ საელჩოები რომლებიც აწვდიან ინფორმაციას ამ წარჩინებული ქართული ოცნების წარმომადგენლების გამონათქვამების მტკიცებების და ბრალდებების რომელსაც ისინი არიშურებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიმართ ამიტომ თუ ვინმე არის დამნაშავე ამ დასკვნაში არიან ეს ხალხი რომლებიც ესხმიან თავს ევროკავშირს გერმანიის მთავრობას იმიტომ რომ თუ ესხმი თავს გერმანიის ელჩს მაშინ ესხმი თავს გერმანიის მთავრობას რომლის ინტერესებს გერმანიის ელჩი წარმოადგენს თუ ესხმი თავს ჰოლანდიის ელჩს ესხმი თავს ჰოლანდიის მთავრობას საფრანგეთის ელჩს საფრანგეთის მთავრობას და ასე შემდეგ და როდესაც ევროკავშირს ესხმი თავს და რაღაცა ჰერშინსკის ამ ძალიან საბოტაჟის მომწყობები თავად ქართული ოცნება კოლექტივი ესეთი ინტელიგენტი ასეთი 7 ადამიანი როგორც ჰერშინსკია ძნელი წარმოსადგენია რაც მას ლანძღავენ ეს ქართული ოცნების სპიკერები რა ოპოზიციისგან რაში ჭირდება ინფორმაციის მიწოდება ბრიუსელს იმისათვის რომ გააკეთოს დასკვნა რომ დღევანდელი ქართული ოცნება არის დაკავებული ევროკავშირის ლანძღვაგინებით და ევროკავშირთან მაქსიმალურად ურთიერთობის გაფუჭებით. ანუ ეს იყო პასუხი, ეს იყო რეაქცია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომლითაც გვითხრეს რომ საქართველოს აღარ ადგას ევროკავშირისკენ და სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე. ხო, ეხლა კიდევ ერთხელ ძნელია ზუსტად ისაუბრო ამ გადაწყვეტილების ასე ვთქვათ რეალურად რადგან ამ გადაწყვეტილების უკან ვარაუდი მე მგონი საფუძველი ვარაუდის არსებობს რადგან ესე ფაციფუცით დღეს პროკურატურამ გამოაცხოს ბრალდება და გამოცხობილი არის ფაციფუცით რომ წაიკითხავთ თქვენ თორ დაინახავთ ცხადია რომ მას დაავალეს სასწრაფოდ ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის ბრალი წაიყენებინათ და გუშინ იყო ეს მოვლენა როდესაც ევროკავშირმა
ძალიან უარყოფითი, უკიდურესად უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოსზე და გაგიჩნდება განცდა რომ დაკავშირებული ეს ორი მოვლენა. უბრალოდ ეს შეიძლება ესეთი განცდა ლოგიკური გაგიჩნდეს და ამ ლოგიკური ასე ვთქვათ განცდის გამო ძალიან საინტერესოა პასუხი გუშინდელ ევროკავშირის დასკვნაზე. ხო, რასაკვირველია და ამით ეუბნება რომ რაც უფრო მეტად მე შენ მომაქცევ იზოლაციაში, რაც უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გადავდგავ. მე მით უფრო ხო, რადიკალურ ნაბიჯებს გადავდგავ. ბატონბადრი გირაოს შეგიფარდეს თქვენ და მამუკა ხაზარაძეს. მაგრამ აპირებენ. ხო და ხო არ იცით რამდენია? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი, როდის მოხდა. საერთოდ რითი ახსენით ის რომ თქვენ და ხაზარაძეს მიუმართავთ პროკურატურა გამოდის წინადადებით რომ გირაო, დანარჩენებზე ეს გირაო არ ვრცელდება. აი, ესეც რა იყო, ძალიან საინტერესოა. სხვა შორის მოულოდნელობა იყო იმდენ მე სულ ამბობ ხო იცით ყველა ეთერში, მაგალითად საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც მათ გააკეთეს პირველად განცხადება ამ სარჩელის შესახებ და ჩამონათვალი აი იმ სარჩელში უცებ ლელოძლიერი საქართველოს მოხვედრა, ჩემთვის იყო თქო მოულოდნელი. ყველა მეუბნება საპასუხოდ რომ რატომ იყო მოულოდნელი, მაგრამ აი რაღაცნაირად მოულოდნელი იყო მაინც იმის მიუხედავად რომ წულუკიანის კომისიაზე პირველები თქვენ დაგიბარეს, სადაც მოულოდნელი, იმიტომ რომ ის ბიძინა ვანიშვილი გაგვიხილავს ჩვენ მისი ხელისუფლებისადმი საფრთხეთ, იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ მოვახერხეთ რომ ეს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი შევცვალეთ, გავაჩინეთ ალტერნატივა და ეს მისთვის საფრთხის შემცველი არის და ცხადია რომ ყველანაირად ცდილობს რომ ჩვენ გამოგვთიშოს ასე ვთქვათ, ხო? იქ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანეთ ჩვენი გაუქმების თაობაზე პარტიის ეხლა ბრალის წაყენებით. პირდაპირ ჩანს რომ მას დიდ დისკომფორტს უქმნის ჩვენი არსებობა და ჩვენ პოლიტიკაში ვართ იმისაც ჩვენ ქვეყანას დავეხმაროთ და ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი мотиваცია რომ ქვეყანას დავეხმაროთ გამოვიდეს ამ კრიზისიდან. შესაბამისად ჩვენ გეტყვით რომ საპატიმროში ყოფნის პერიოდში პირიქით მე რაც არ უნდა რეპრესიული ზომები განახორციელოს ქართულ ოცნებად ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს მიმართ პასუხი არ იქნება ასე ვთქვათ გაბოროტება. არა, ჩვენ ვიცით რატომ ვართ აქ ამ სფეროში ახლა, ვიცით რომ შეგვიძლია ჩვენი ცოდნა, გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენ სამშობლოს, შევეცადოთ ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა გამომჯობესოთ, ჩვენი გამოცდილები და ჩვენი კავშირები და ჩვენი ცოდნა გამომდინარე, ეს არის ჩვენი ამოცანა და შესაბამისად რეპრესიების პასუხად ჩვენ იქნება ჩვენი პასუხი რეპრესიების პასუხად ჩვენ ვიმოქმედოთ შვიდად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ხარდამჭერებიც ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ამადა მიუხედავად იმისა, რომ რომლებიც სტაჟს უკრავენ თქვენს დაჭერას და კიდევ თუ დაგიჭერენ და ციხეში კიდევ თუ აღმოჩნდებით, ამასაც სტაჟს დაუკრავენ. შესაძლოა ტაში დაუკრა, მაგრამ ჩვენ ხო ვერ დამისგავსებით ქართულ ოცნებას, რომელიც ცდილობს რომ ოპოზიციის ხარდამჭერები წარმოადგინოს მტრებად, წარმოადგინოს ათასგვარი ეპითეტი გამოიყენოს მათ აღსაწერად. ჩვენ ხო მათ ვერ დამისგავსებით. ჩვენ თანამოქალაქეები არიან ქართულ ოცნების ხარდამჭერებიც და მე გეტყვით იმისგან განსხვავებით რომ მაგალითად ქართული ოცნება მისი ლიდერები არც კი ხვდებიან იმ საპროტესტო აქციის წარმომადგენლებს რომლებიც უკვე ერთი წელიწადია ქუჩაში არიან და თავიანთ პროტესტს გამოხატავენ არც კი ხვდებიან დასცინიან ამ ხალხს ხო მე მაგალითად პირადად მზად ვარ შევხვდე ქართული ოცნების ხარდამჭერებს და მათ ვესაუბრო იმაზე თუ რა ვითარებაში აღმოჩნდეთ ახლა ყველანი, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო დავუშვათ პრობლემა ჩემი ან ჩვენი პარტიის, ეს არის ქვეყნის პრობლემა, იმიტომ რომ შემდგომი რეპრესიები ეს არ არის გამოსავალი კრიზისიდან. შემდგომი რეპრესიების გატარება კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეგვიყვანს და ჩვენი ქვეყანა დაზარიერდა. რა შესაძლოა? არა. ამ ტიპის რეპრესიები დიქტატურის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი არის, ოფიციალური გაფორმება. მაგრამ ყველა ხო საბოლოო ჯამში მაინც ფიქრობს თავის პირად კეთილდღეობაზეც, ხო ის ხალხი, ვინც დღეს ქართულ ოცნებას ხარს უჭერს და მათ კეთილდღეობასაც შეეხება, იმიტომ რომ როცა ქვეყანა ესეთ ჩიხში შევა ეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ვერანაირი ჩინეთთან ურთიერთობა თუ არაბულ კომპანიებთან ურთიერთობა ქვეყანას ვერ დაეხმარება მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან რომელსაც ქვეყნის კიდევ უფრო მეტი იზოლაცია გამოიწვევს ხო და ეს
ემუქრება ყველას. მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველსაც და მხარდამჭერსაც. ამიტომ ჩვენ ახლა რაზე უნდა ვიფიქროთ? იმაზე კი არა, რომ ეს ისედაც ქართული ოცნების ცდელობა, რომელიც ყოფს საზოგადოებას თავისიანებად, არავისიანებად და არავისიანებად მათთვის არის მტრები, ჩემთვის პირადად ის ხალხი მტერი არ არის. ისინი არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რა თქმა უნდა არიან ისინი გვიყურებენ იმედის თვალებით, ტელევიზია იმედს გულისხმობ და არა რეალურად არც იციან ჩვენი განზრახვა. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც საინტერესო იქნება, ხო, რომ შევხვდეთ, ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ უკიდურესად ძიმე და მე ვიტყოდი, რომ სახიფათო კრიზისიდან. ეს არ არის. იცით რა, ეს კიდევ ერთხელ ჩვენ ვიყავით ციხეში 75 დღე შეიძლება კიდე ჩავხსვან. ეს არ არის, ასე ვთქვათ, დიდი ტრაგედია, ხო? ადამიანების განადგურება არის თუ არა ივანიშვილის მხრიდან გეგმა ესეთი კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში. აი ხა რადგან შეეხეთ თქვენ თავადვე იყავით ციხეში, მერე მოხდა თქვენი გამოშვება. ეხლა უცებ ყველა ჩამონათვალი იყო 8 პოლიტიკური ლიდერის და კონკრეტულად ხაზი გაუსვეს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო. ანუ აი ამას რით იხსნით? თან პარალელურად გადანაშაულებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს. კონსტიტუციური სარჩელი შეაქვთ მარტივი ახსნადია. არა, ეს მარტივი, ძალიან მარტივია. დანარჩენები ციხეში არიან და რაღა აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენოს იმ ხალხის მიმართ. ციხეში იყავს ეს ხალხი. ჩვენ გარეთა ვართ, ამიტომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენეს. ის ადამიანები საპატიმროში არიან. მაგრამ ისინი გამოვლენო და კონკრეტდა ვადა როცა ამოეწურებათ მათი პატიმრობის და ანუ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს საქმე სხვა შორის შემთხვევით არ გამახსენდა ალბათ საბურავების საქმე და სხვადასხვა პერიოდში ჩვენ არაერთი ვითომ რევოლუციური თუ რაღაც ასეთი შეთქმულება გვინახავს, რომელსაც სხვადასხვა დროის ოცნების ლიდერები მოგვაწვდიდნენ ხოლმე და მერე სათქრებო და ეს საქმეები არ ვიცით. რაღაცა დამოკლეს მახვილი ოპოზიციის თავზე, რომელზეც როცა უნდათ მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილებას. გირაო ხო არ ნიშნავს, რომ გამართლდი და გათავისუფლდი, ანუ მოუნდება ციხეში გაგიშვებენ თქვენ სხვას ნებისმიერს. აი, ამ საქმის გარშემო მაინტერესებს. აი, ნახეთ. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან დიდი დროის ხარჯვა. ეხლა გირაო რატომ მოგვიყენეს იმათ რა საერთოდ არაფერი მე მგონი ეს დროის კარგვა იქნება, რომ არაფერს არ ცვლის ეს შინაარსობრივად, ხო? ყველას ბრალი წაგვიყენეს, შინაარსობრივად ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენ არ ვიცი ხა რას მოითხოვს პროკურატურა, არ წაუყენ, არ ჯერ არ შესულა. რა ის ბატონობა? აი რა იყო ძირითადი რატო გიყენე ბრალს? დღეს გამომცა პროკურატურის გამოძიებელმა, მას ფუნქცია ჰქონდა მხოლოდ რომ გადმოეცა ბრალი. მაგისტრის მიგიყვანეს, რომ ეს გადმოეცა. ბრალი გადმოეცა, ნუ ხელსაწერო მიიღეს, რა თქმა უნდა, დავწერე რომ არ ვეთანხმები და ნუ საერთოდ მოგონია და მონაჩვახია ის რაც იქ წერია. შესაბამისად, მას მეტი ინფორმაცია არ გააჩნდა. როდის იქნება ასე ვთქვათ, გირაოს მოთხოვნით როდის შევა პროკურატურა, რა გირაონობა იქნება, არ ვიცით. გამოკითხვაზე გიბარებ, არ გიბარებ, აი ნახეთ, პირველმა მოიპოვა რაღაც ინფორმაცია, მოკლედ, კონკრეტულად აქ საუბარი არის მელიას და ჯაფარიძის ბრალზე, მაგრამ რა წერია, რომ სუსმა საქმეში ჩადო ფარული ჩანაწერები, რომელსაც 1 წელი მალავდა, ერთ-ერთი არის ფარული აუდიო ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, ასევე სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები, ასევე ბანკიდან ამონაწერი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან არის რაღაც ინფორმაცია ამოღებული. ანუ რაღაცა საქმე იკერება და თქვენი კონკრეტულად თქვენი ნაწილი რა შეეხება თქვენ ნაწილს რა შეეხება. ბუნებაში არ არსებობს რა, ვერანაირი ფარული ჩანაწერი ვერ იქნება იმის რაც არ მომხდარა, შესაბამისად ვერანაირი საბანკო გადარიცხვა ვერ იქნება იმის რაც არ მომხდარა, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ წინასწარ შექმნა, ასე ვთქვათ, ამ გარემოსი ჩვენ ნახეთ, ხო, ეს ადამიანები, ვისაც დააბრალეს ორგანიზებული, ასე ვთქვათ, გადატრიალების ორგანიზება გულისხმობ ერთხია კასრად, არა. მანამდე რომ იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ერთმანეთს არ იცნობდნენ ეს ხალხი, გახსოვთ? სინდისის პატიმრები, ხო, აი ამ ადამიანებს, რომლებიც მათ აუყენეს ბრალი ჯგუფის ორგანიზებაზე, არც ერთ წევრს არ იცნობდნენ იმ ჯგუფის, ხო, მაგრამ 9 თვე ამ ბრალის ქვეშ
ყავდათ ის ხალხი ციხეში არც მოწმეც ვერ მეიყვანეს ხო მანამდე იყო საუბარი მოწმე ეყოლებოდა ანუ ჩვენ ხო გვესმის რომ ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით სინამდვილეში ვერ იქნება ბუნებაში არ არსებობს ფარული არც მიყურადებით ჩანაწერი ესეთი რამე რომელშიც ან შეიძლება საუბარი იყოს ან ძალადობაზე ან რაღაც დამხობის მოწოდებაზე ესეთ რამე არ არსებობს ვერ იქნება ვერ შექმნიან შესაბამისად ეხლა ამოცანა იყო სხვა ამოცანა იყო რომ ასე ვთქვათ თვალის წილ და კვილის წილ ახლა ევროკავშირმა ეს გადადგა ნაბიჯი ახლა მე კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯს გადავდგავ და ბრალს აუყენებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს აი ეს იყო ჩემი აზრით ახსნა იმისი თუ ასე ფაციფუცით რატომ გააკეთა პროკურატურამ ეს ბრალი რატო შექმნა ეს ფაციფუცით ხო და ამიტომ ეხლა ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვა ჩვენ ჩებით იგივე რეჟიმში როგორიც ვიყავით ჩვენი მოწოდება რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს ხელისუფლების შეცვლის და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები მე მინდა ვთქვა რომ მზად ვარ შევხვდე ქართული ოცნების ხარდამჭერებს მათთან ერთად განვიხილოთ შექმნილი ვითარება და გამოსავალზე ვიმსჯელოთ ამისთვის მზად ვარ შეხვდეთ დიახ სთავაზობთ ეხლა პირდაპირ ეთერიდან ვის შეხვედრას ბატონო აი ვინც არიან ხარდამჭერები იმიტომ რომ ხარდამჭერებს და არა მათ ლიდერებს ხო იმიტომ ლიდერებს გასაგებია ლიდერებისთვის ჩვენ ვართ არ ვიცი რადგან განსხვავებულ პოზიციაზე მდგომ ადამიანს მტერს უწოდებთ მათთან საუბარს არანაირი ამ შემთხვევაში პროდუქტიული შედეგი არ ექნება ამიტომ მე გულისხმობ ისევე მოუწოდებ ქართულ ოცნებას შეხვდეს იმ ხალხს რომელიც პროტესტს აგრძელებს შეხვდნენ იმ ხალხს მოусმინონ რატომ არიან პროტესტში რა მოთხოვნები აქვთ ესე მე პირადად მზად ვარ შევხვდე ქართულოსის ხარდამჭერებს ეხლა ჩვენი ამოცანა მე ხედავ უფრო მინდა რომ დიდ სურათს შევხედო ჩვენი ამოცანა რა არის ქვეყანა მართლა უფსკურის პირას არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქვეყანა არის უფსკურის პირას ხო ეხლა საზოგადოების კიდევ მეტი დაყოფა დაპირისპირებას ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ ეს არის ძალიან სახიფათო ხო ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანები მართლა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იმის გამო რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ეს დაუშვებელია ისე პატარა ქვეყანაში როგორც ჩვენ ვართ მით უმეტეს ხო რომ საზოგადოება ესე გაიხლიჩა ამიტომ რაც არ უნდა რეპრესიული ზომა განახორციელოს ჩემს მიმართ მამუკა ხაზარაძის მიმართ სხვების მიმართ ქართულმა ოცნებამ ჩვენი მცდელობა მუდმივად იქნება რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების გამთლიანებას ხელი შეუწყოთ ემოციების დაცხრობას იმიტომ რომ ეხლა კიდევ მეტად ესკალაცია ამ სიტუაციის გადაიყვანს ვითარებას სრულად უკონტროლო სიმყეში. უკონტროლო სიმყეში თავადვე გადაიყვანეს, იმიტომ რომ ყოველ დღე ჩვენ ახალ-ახალი სიგიჟეების მომსწრენი ვხდებით. ბატონობადრე, ეხლა დღევანდელი საქმე, რომელიც უკვე ბრალი გააცნეს თქვენს, მამუკასაც, ნიკასაც, მეორე ნიკასაც, ვაშაძესაც, ელენესაც, ზურა ჯაფარიძესაც, ეს ხომ არის აბსურდი. ჩვენ ხო ყველანი ვხდებით, რომ ეს არის აბსურდი, მაგრამ აი ამ სიგიჟის ზღვარს თავადვე გადასცდნენ. ესკალაცია, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, მათი დღის წესრიგი გახდა და ამაზე დგანან ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ერთი არის, რომ ცალსახაა თქვენს ბრძანეთ, რომ ეს იყო თქვენი აზრითაც პასუხი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც 2 დღის წინ ვნახეთ და სადაც გვითხრეს, რითიც გვითხრეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მხოლოდ ხაღალძია და ევროკავშირის გზას ეს ქვეყანა ამ წუთას აღარ ადგას, მაგრამ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი მართლაც ხომ არ აპირებს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, ან იმიტომ რომ ლეგიტიმაცია მიიღოს, ანუ სანქციები აწუხებს დღევანდელი საქმის დამტკიცს და იზოლაციაში რომ არის, ამაზე იტანჯება, ანუ რო ამბობდნენ რომ ჩალის ფასი აქვს, აღმოჩნდა რომ არ ქონია ჩალის ფასი. ხო, და ანუ მათ ჭირდებათ მოკლედ ლეგიტიმაცია. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი შესაძლოა მართლა ფიქრობდეს დაუშვათ გაზაფხულის არჩევნების ჩანიშვნას, რაც არის პროტესტის, ოპოზიციის მოთხოვნა, რომლებიც არ შეხვედით პარლამენტში და სწორედ ეს არ გაპატიეს პირდაპირ ითქვა, ხო? მაგალითად, გახარია, რომელიც შევიდა პარლამენტში, ამ ჩამონათვალში გახარია არ მოხვდა დღევანდელი საქმის ფიგურანტად. არა, გავიგე, მაგრამ სხვა რამეს თვითონ შეგვიწყვით ეს. კი ბატონო, მაგრამ ერთს ვიტყვი რა, ბატონობადრე, მაყურებლისთვის ვიტყვი, უბრალოდ აქცენტს გახარია არ მოხვდა, არა და გახარია თავისი გუნდით ამ
საპროტესტო აქციებზე იმ 28 ნოემბრიდან მოყოლებული მთელი თვეების განმავლობაში იდგა. მაგრამ ნახეთ, გახარი არ მოხდა. რატომ არ მოხდა? იმიტომ რომ პარლამენტ შევიდა. ეხლა მითხარით, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ბიძინა ემზადება მართლა არჩევნების ჩასანიშნად და იმ დროისთვის უნდა იყოთ აკრძალულები, უნდა იყოთ განადგურებულები, ან უნდა იყოთ ციხეში, ან რეპუტაციულად უნდა გაანადგუროს ყველა. აი, უშვებთ ასეთ რამეს და მე მისთვის სასურველი ოპოზიცია ეყოლება პარლამენტში და ექნება ლეგიტიმაცია. მას გავს კითხაობას სიმართლე გითხრათ. არა, რატომ გავს მკითხა? უშვებთ თუ არა, რომ ამაზე ეხლა ფიქრია, ამაზე ჩვენი ამოცანა არის ახალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში, ხო? რაც უფრო მალე ჩატარდება ახალი არჩევნები, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს არის კრიზისის განმუხტვის ყველაზე სწორი გზა. მაგრამ ამ დროისთვის ეგ ხალხი რომ აკრძალული იყო, ყველა პარტია აკრძალული იქნება და ყველა პოლიტიკური პატიმარი, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება საპატიმროში, რა თქმა უნდა, ასეთ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, ხო? ეხლა რაც თუ ატარებს ახალ არჩევნებს, მაშინ უნდა გაიუმჯობესოს მდგომარეობა. ეხლა კიდე ესეთი გზით არა აქვს არანაირი მნიშვნელობა საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს თუ არ მოიპოვებს, იმიტომ რომ ასეთ ტიპის არჩევნებით მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ იქნება ლეგიტიმური და შესაბამისად არაფერს კარგს არ მოუტანს არც თვითონ ქართულ ოცნებას და არც ამ ქვეყანას. არ დაგიჭიროთ, მაგრამ აი ამ საქმით და პლუს საკონსტიტუციო სასამართლოს გზით აკრძალვით გაგაუვნებელყოთ ის სამი პოლიტიკური ძალა, ვინც ხართ დასახელებული ასაკრძალთა სიაში. ქავტონინგა, მოდით ჩვენ ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ მოვახერხოთ, რომ ეს პროცესები დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას და ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს აი სწორედ იმ ნაბიჯით, რომ მიუხედავად ამ რეპრესიებისა, ჩვენ არ უპასუხოთ გაბოროტებით, არამედ დაჟინებით ვიმეოროთ, დაჟინებით მოუწოდოთ იმისკენ, რომ ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ველაპარაკოთ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ მათ შეუქმნან წნეხი თავის მიერ არჩეულ ადამიანებს, რომლებმაც არაერთხელ მოატყუეს ის ხალხი, ამ ადამიანებს შეუქმნათ რეალური წარმოდგენა, რატომ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა. ამომრჩევლები თქვენთან შეხვედრას მოინდომებენ. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუნდაც იმისათვის, რომ მოისმინონ პირდაპირ ჩვენგან რას ფიქრობთ, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათაც აისახება, ხო თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველაზე აისახება. ისინიც ნერვიულობენ. ნამდვილად ნერვიულობენ, შეიძლება ხა საჯაროდ ამაზე საუბარი არ მედის, იმიტომ რომ ყველას ყავს შვილები, ყველას სურს რომ ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს, საბოლოო ჯამში მე არ ვამბობ ხა პროპაგანდისტებს, რომელსაც ხელფას უხდიან ჩვენ ლანძღვაში. მე ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ადამიანებს, რომელსაც ხმა მისცეს ხო ქართულ ოცნებას, ადამიანებს, რომელსაც მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური ძალა მათ ინტერესებს გამოხატავს. მოკლედ თავაზობთ ეხა ეთერიდან ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ სურთ მათთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს ინტერესი გაერკვენ რეალურად, რატომ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში, რა მიზანი აქვს ძლიერ საქართველოს, რა ნაბიჯები გადავდგით დღემდე, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯები, სადმე გვიყავს ეს ესკალაცია, რომელიცკენაც ქართულ ოცნებას მივყავართ, შემდგომი ესკალაცია, შემდგომი რადიკალიზაცია, რომელიც აშკარად სამწუხაროდ სურს ქართულ ოცნებას, სადმე იყვანს ქვეყანას ეს რადიკალიზაცია და ასევე მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ქართული ოცნება მისი ლიდერები თავის გაბედულებას გამოიჩენენ და შეხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ქუჩაში ერთ წელიწადზე მეტია და გაესაუბრებიან. კინო გალანძღავენ მათ, კინო ათასგვარ ეპითეტს კინო გამოიყენებენ ამ გულანთებული პატრიოტების მიმართ. ეს ხალხი პატრიოტები არიან, მათ ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, ხო? თუ ოდნავ მაინც შენ პატრიოტი ხარ, შენი ქვეყნის და შენ ხარ ხელისუფლებაში, ვალდებული ხარ შეხვდე ამ ადამიანებს, თუნდაც უსიამოვნო რაღაც მოისმინო შენთვის. მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მე ისი თქვა მინდა, რომ საზოგადოება იქნებ დავაახლოვოთ ერთმანეთთან. ეს დაპირისპირება, რომელიც ქართულ ოცნებას სურს, რომ არსებობდეს, პირიქით შევეცადოთ, რომ ამას ხელი კი არ შეუწყოთ, არამედ პირიქით საზოგადოება დავაახლოვოთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს ერთი ქვეყანაა, ჩვენი ერთი ქვეყანაა, ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ, შედეგები შეიძლება იყოს უმძიმესი ყველასთვის, მარტო აღარ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ოცნების ხარდამჭერი იქნება, ოპოზიციის ხარდამჭერი, ყველასთვის შეიძლება იყოს უმძიმესი შედეგები და ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. დიდი მადლობა, ბატონო ბადრე, წარმატებას გისურვებთ, სხვათა შორის